Sidoni. გაიცანე პროფესორი ფრიდონ დორაშვილი. Priatsasია მომნოა. ბატონო პროფესორი, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. მართლა? მას პოდიშს ვიხდი. 5 წლის წინა თქვენი მოწაფე ვიყავ. სტუდენტი გახდით. მართლა, მაგონდება. გამარჯობა სიდონი. გამარჯობა. როგორ ახარ ქალო, რასა იქ რა შვები? დიდი მადლობელი ვარ ჩემი გახსენებისათვის. მოგდანით. საკვირველი არც არის რომ დაგავიწყდით. 5 წელი გავიდა რაც თავი დაგანერეთ. თან ალბათ ცოტა იერის გამო მესვალა. არა, საიმის ვარაფერი გეთხოვა. გარდა ამისა გვარი გამოიცვალე. წინა ჯარისმანიძე იყო ჩემი გვარი. ახლა სტავრიშვილისა გახლავთ. რასულელური წესია გვარის გამოცვლა. არა ბატონო ექიმო. ელიზბარ სამსახურში გაგვიანდება. ეხლა ვეწაო. აუდიტორიაში მუდამ წინასკანზე იჯი. დიახ, დროზე ადრე მოვდიოდი. ბეჯითაც სწავლობდი. ძალიან მიყვარდა თქვენი საგნები. ფსიქიატრია და ნევროლოგია. მე რადგანაც არა. გავთხოვდი. მარტო ეგ იყო მიზეზი. ინაღამ ვუთხარი ქმარმა ამაღებინა ხელიკო. სწავლა, ოჯახი, შვილი, ხო ვიცით რა ძნელია 10 საქმის გაწყობა. ბოდიშს მოვიხდით. უნდა დაგტოვოთ. რატომ მიყვრები მაგრი? სიდონი? არ მისმის რატომ უნდა უღვერდეს სტუმარს. ისიც თქვენისთან ექიმს ასეთ დიდ მეცნიერს. მე დიდი მეცნიერი არა ვარ. ახლა ამ ოთახში ექიმიც არა ვარ, მე მხოლოდ სტუმარი ვარ და მეტი არა. მეტი არა. მაშინ რატომ აქამდე არ მესტუმრე? დამაშავე ვარ. ერთით მურაბა. ჩემი ბრალია. შენც იცი, შენი ქმარი შორეულნაცისავად მერგება. რამდენჯერმე დამპარტიჟა, მაგრამ რასიზამ დრო არ მქონდა. ჯერა. ერთით მურაბა, ბატონო ფრიდონ. ძალიან მომწონს ეგ სახელი. მე მგონი ჩაიც გაგიცილდეთ. აირჩიეთ. აი, ეს კაკალი გახლავთ. კომში. ალუბალი. აი, შინდია. გასინჯეთ შესანიშნავია. კმადო. იცი რა იცი და გამხდარ ხარ. ფერი წაგსლია და უნდა გამსინჯო. არა, ნუ გეშინიათ. მეშინია. ჩემი შიში ჯერ არ არის გაუგო. მიგვირს რა დერიდები გასინჯოს. ნებავთ ახლა ვიგამსინჯო. მამა შენი მახსოვს? მამა ჩემი ვექილი იყო. როდის გარდაიცვალა? 8 წლის წინ გარდაიცვალა. მგონი ნერვიული ადამიანი იყო. კიდე ჩემი შთამომავლობა შეემოწმეთ. მე თქვენი სტუდენტი ვიყავი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან. თქვენ გინდათ ერთმანეთს დააკავშიროთ ჩემი მემკვიდრეობა და ავადმყოფობა. მას შენ ავათა ხარ? არა, მე ავად არა ვარ.
ელისბარს და ბევრ სხვასაც ეგონა სიდონია შეირყავ და ამიტომ, სწორედ ამიტომ მოგიწვიეს თქვენ ჩვენთან. თორემ მე სამკურნალო არაფერი არ. არა, მჯერა რომ არაფერი გჭირს. ედრო ჩაგიკრავს გერჩი. ესა ეს კურდღელია. თეთრი კურდღელი. ჩვენი კურდღელი. ვისი? ჩემი და ჯვანის. ჯვანშენის ჩემი შვილი. სად არის ახლა შენი შვილი? იქ არის იმ ოთახში. მინდა ვნახო როგორი შვილი ხარ, წამომა ჩვენი. არ შეიძლება. რატომ შეიძლება? სინას. არ გააღვიძო. არ გააღვიძო. რა იყოს ნება შენი? მერე მაჩვი. ნანა. Тайзин генатва чему патара. აქ ეგრე დაიჟინე წამოყვები. ოღონდ იცოდე პირობა არ დაივიწყო. ხვალ დილით ისევ უკან უნდა დავუბრუნდეთ. არ მომატყო. თორემ ამით ჯვანი არის. გიშო. გაკიშდი და მეც გამაკიშდი. ციო. გამართვე. ბავშვი შორს არ გაუშვა. დროზე აჯამე. თუ სიცხე მოუმატოს, ექიმს დაუძახე და არა. ჯამრთელი ხარ. არსად არაფერი გეტყობა. ნემსის ჩხლეტასაც ვგრძნობ. ესე იგი მართლა ჯამრთელი ყოფილ ვარ. რა თქმა უნდა, მარტო იმის ბრალია რომ დაუგვიანე ჯვანს. რა დაუგვიანე? არაფერი? მაინც? რა დაუგვიანე? არაფერი მეთქი. მას ჯვანი რომ ავად გახდა. ექიმი მაშინვე მოუყვანე? რა თქმა უნდა, მაშინვე მოუყვანა გადიამ გამზრდელმა. და მეც მაშინვე წამოვიყვანე. მე მხოლოდ 4 საათი დამაგვიანდა. არა, შენ მრალი არ გედება, შენი ვალი პირნათლად შეგისრულებია. მართლა? მართლა, ბატონო ფრიდონ, მე ბრალი ხომ არ მიმიძღვის? დანაშაული ხომ არ ჩამიდენი? არა, ქალო, არა, შენი რა ბრალია. ბავშვს ხუნაგი შეეყარა და ვერ მოერია. ჯვანშე? ჯვან? ზეზე ხარ? გამოიქესი? ნახე რა მოგიტანე? რა მოხდა? რა ამბავია?
Raga rambaria. Kheli gausivda. Sasajer gautsitda. Mere gauqutda. Sitxemat ძალიან უმატა. Ჯონ. აბა გააღებირი. გააღებირი გენაცვალოს დედა. რა ურა? მას ვეღარ იღებს. ღმერთო ჩემო. ვაიმე. ჩქარა ექიმი ორჯერ იყო. მერე რა ურას თქვა? ეხლავე ქალაქში წაიყვანეთ. რატომ? რა დაემართაო? ხუნაგი. სულელო. ბრიყვო, რეგვენო, მერე რას მიცდიდი, რატომ ვინმე არ ამოგზავნე? მე რა ვიცოდი ქალბატონო პერსა ხეპრე. ან შენ თვითონ რატომ არ წაიყვანე ქალაქში, ან სადგურზე რატომ არ გამოიყვანე, რომ იგივე მატარებლით წავსულიყავ? მე რა ვიცოდი ქალბატონო, რა ვიცოდი. აბა ჩქარა ექიმი და ეტრი. მიეცი რამდენის მოგთხოვოს. აბა კიდევ მიამბე რა. მიამბე შენი ადრინდელი თავგადასავალი. სიყვარულის ამბავი გიამბოთ. ძალიან კარგი სიყვარულისა იყოს. ოღონდ იცოდე დილამდე ვერ დავამთავრე. 26 წლის ხომ ვარ? 26-ჯერ მაინც მიყვა. ხოჭა. მომწონს აგეთი დამწერებული. აბა უკანასკნელი სიყვარულის ამბავი მიამბე. როდის იყო, ვინ იყო? ან ვინ არის? რა გინდათ ახლა? ვინ იყო? რასთავარი ახლა არა იმყავ. არა, ჯერ. არა, მაინც როდის იყო უკანასკნელი? უკანასკნელი აღარც მახსოვს. არა, რა თქმა უნდა, ვიდრე ელიზბარ შევხვდა. არა, რა თქმა უნდა. ზოგმა კი პასუხა, ზოგმა კი რა თქმა უნდა, ყველგან ვერ გამიმარჯვე. და ამიტომ რა? რამდენჯერმე თავის მოკლაც დააპირე. ეგეც იცი. იცი, მე ყველაფერი ვიცი. არაფერი დამემალება. მართალია დავაპირე. მახსოვს ერთხელ მუხლამდე შევედი მტკვარში. მერე გაციები შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი. მერე. ბევრჯერ სხვანაირადაც დავაპირე. დღესაც. აი დღეს რა მოხდა? Right. არაფერი. მაინც? სიდონი. მაშინ მეკითხი. აბა მითხარით. აი დღეს დილით. როცა გამოიღვიძე ისევ დააპირე თავის მოკვლა, მაგრამ ვერ გაბედე. მართალია. საწამლავი რა უყავი? ფანჯრიდან გადავ. ძალიან კარგი გიქნია, მომწონს. ვერ ვბედავ, ძალა არ ყოფნის. არც ასაჭირო. ეხლა ეს მითხარი, აი დღეს დილით რა თაპირებდი თავის მოკლას? რა თვიმალა? მაშინ ისევ მეგეთყვი. მიზეზი ის იყო, რომ შვილი მოგიკვდა.
ჯუანი მოგიკვდა, გესმის? შვილი მოგიკვდა მეთქი. არა ექიმო, არ მომკვდარა. მას სად არის ახლა შენი ვაჟი? წეღანას გითხარით ძინავს მეთქი. წამო მაჩვენ. აკი გითხარით ღამეა და გაიღვიძებს. შორიდან მაინც დამანახე. არ შეიძლება. კეთილი. მას ხოლ დღისით მოვა. კი ბატონო. მოგძანდით, მაგრამ დღისი ჯვანი იქ არის. წაღვერში. ზამბახები, ყვავილები, ბაღი, ტყე. სად არის ეგ ბაღი? ეგ იქ არის, წაღვერში. წაღვერში ვინ არის? წაღვერში. ჯვანში. კიდევ ვინ? ბაღში თამაშობს. ოდნავ სიცხე აქვს. ცხელა. მზე მარდაჰკრას გადია. კარგად გაუფრთხილდი. თეთრ კურდღელსაც გაუფრთხილდი, იმის ნაჩუქარია. ვისი ნაჩუქარია? იმისი, ძვირფასია ჩემთვისაც და ჯვანისთვის. ვისი ნაჩუქარია მეთქი? ვისი? გაიგე ხალო შენი შვილი მოკვდა მეთქი მოკვდა ჯვანი ოდნავ უკეიფოდ არის გაუფრთხილდი გადია მე მივდივარ სად მიდიხარ? ბაკურიანში. ჯვანი რომ ავად არის? ექიმს დაუძახე, მე მალე დავბრუნდები. როდის? ხვალ დილით. დროზე დაბრუნდი? თქვი როდის დაბრუნდი? მესამე დღეს არ გამომიშვა. ვინ? თქვი ვინ? ვინ არ გამოგიშვა? ვინ იყო? ვინ იყო რა ქვია? თავი მტკივა. მეძინება. გამშვიდობის ჩემოსიდონი. ძინინებისა, ბატონო ფრიდონი. ნუ დამივიწყებთ. რა კი ერთხელ გამოიკვლიეთ გზა, იმედი მაქვს მეწვევით ხოლმე. კეთილი დაგხედავ ხოლმე, ოღონდ შენ მურაბები დამახვედრე და გული გამიხსენი. ნუ მომატყუებ.
თორემ მე ვერაფერი და ვერავინ დამემალება. ვითომ? გარს მოეფაგრია. არა, არ ჩემთვის ვარგა. თუ გინდა დამშვიდდე და გაბედნიერდე, ამ ქვეყანას დაუბრუნდი და ყველაფერი დამიჯერე. ყველაფერი დაგიჯერე? ყველაფერი. 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 ეს სახიფათოა. რადგან მე ძალიან მომწონს თქვენი ხნის მამაკაცი. თქვენსავით ჭაღარა და მომხიბლა. მას მოგწონა. მომწონხარ. ახლა შენებულოა. აბა, ბედნიერად და კარგად იყავი. აი, აგი გაგიხსენით გული. დანარჩენი მერე იყო. ახლა ეს რა არის? ეს კურდღელია. თეთრი კურდღელი. ისია. ვინ მოგცა? ჩემია და ჭვანს. ვინ აჩუქა ჭვანს? არ მეუბნები. მიმალა. შენი საქმეა. იჯობს დასწვა. ან კორში გადააგდო. აბა, შვიდობით იყავი. ექიმო. მითხარით რამე? მითხარით. გვარი ბავშვის. სტავრიშვილი. ნუ დამიმალავთ. სახელი. ჯوانი. ჯوانშერ ელიზბარის ძე. ასაკი. 3 წლის. გადარჩება თუ არა? ვერაფერს გეტყვით ქალბატონო. თუ დაგვიანებული არ არის, გადარჩება. მე მხოლოდ 4 საათი დავიგვიანე. ქვიშხეთში ვერ მიუსწარი მატარებელს. ხაშურში ავტომობილით ჩამოვიყვანე და იმ მატარებლით ჩამოვედი თბილისში. ვიცი ქალბატონო, არ მგონია იმ 4 საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა კონდეს. მეც მაგას ვფიქრობ. და თუ ჩემი ბრალი ხომ არ იქნება? არა. რა თქმა უნდა არა. მეცაც გეტყვით თქვენ გმირულად მოიგეცით. მადლობელი არ. მადლობელი. ჯوان. გამარჯობა. გენაცვალოს სიდო. გაგიმარჯოს დედილო. როგორ ახარ ჩემო ბაჭია? როგორ გეძინა? მე? კარგად. შენა? რა ვქნა, რაც მიყურებ? რა დაგემართა?
გინდა ზღაპარსკია. მაშინ ორი მიგდე. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი დედოფალი. ამ დედოფალს ჰქონდა ჯადოსნური სარკე. შენ რა გემართება? რა დასველებ მაგ წინს? ასეთა. აი ხედე. გაჩუნდი გესმი. გონი ვიღაც მოვიდა. რად მოხვედით? მომშორდით. თვალით აღარ დამენახოთ. რამდენი მისლია? მზე შეხედე, მზეს როგორ ამოდის. როგორ აკრეფავს მისლს. ამას რა ქვია? შქერი, ხო შქერი, რა ლამაზია. აი მას? დეკა, ხო, ოჯახ. აი ის სცენარე ჯუჯეტილფია. არა? აბალათინურად რა ქვია? ხო, სალიქს რატივალტა. ოჩა. ცუდია ბოტანიკა. ყველას კი არ ბერდები უნივერსიტეტში. აი ეს რა მცენარეა ლურჯი ყვავილი რომ აქვს? ეს ასისტავა. აბა ასისტავაც აქვე იქნება. ნუ ცუღლუტობ. აბა თუ მართლა იცი რამე აი ამ ყვავილის სახელის მითხარი. რა ქართული სახელი არ იცი? ქართული სახელი არ იცის. ბატონო, მაშინ ლათინური მითხარი. ეთქია სალდანელა ალბინა. აუ რა ლამაზია. აი ქრისტეს ბეჭედი. აი ეს თისია. აი ხოხედა მეც მისწავლია ბოტანიკა. ბიძინა. ჩემო ბიძი. მიყვარხარ. წავიდით. დავბრუნდეთ. ჯوانი ხომ იცი ავთ არის. წავიდეთ თურმე პრინცის რა დაემართოს. ჯوانი ავთ არის. პრინცის რა დაემართოს. რატომ არ მოდიხარ? დაიგვიანებ.
დაიგვიანებ. ბიძინა არ მიშვებს. ამბობს ჯერ 12-იც არ არის. მატყუებს. ეხლა სადა ხართ? ბაკურიანში. კოხტა გორაზე ავდივართ. მალე დაბრუნდებით? ჯერ მივდივართ. საცავალთ. იგვიანებ სიდონი, იგვიანებ, იჩქარე, მატარებელი მიდის. ჩქარა. დავიგვიანეთ, ბიძი. ცხელა. მაინც დაიგვიანეთ, არა? დავიგვიან. ბიძინამ დროში ხომ არ მოგატყუა. განგებ ხომ არ დაგაგვიანა. რა თქმა უნდა მომატყუა. განგებ დამაგვიანა. მას შენი დაგვიანება ბიძინას ბრალი ყოფილა. შენი ბრალი ბიძინა. მას ჯუანის სიკვდილიც ბიძინას უნდა დაეკისროს. რა თბილი ხარ ჩემო ბიჭო. შენი ბიჭი მოკვდა სიდონი. ჩემი ბიჭი. ჩემი ბიჭო. გაიგე სიდონი. შეიგნე. შენი ვაჟი. შენი ჯუანშერი მოკვდა. ჯუანი. სიდონი. ჩემი ჯუანი. სიდონი. აი აქ იყო. ეხლა ხელში მყავთ. სიდონი. გონს მოდი. რა მოხდა? რა ამბავია? არაფერი. ელიზაბა. სიდონია დედაკაცია. სუსტი უღონო. ამიტომ ვერ გაუძლო დარც და ოცნების ქვეყანაში გადასახლდა. მე და შენ კი ვაშკაცები ვართ. ამიტომ არ შეგშვერის გულს აფორი ეკება. ჯობდა ხური არ დაგეგდო და არაფერი გაგეგო, მაგრამ რადგან გაიგე, განაგონი გულში უნდა ჩაიმარხო და დაივიწყო. შენეცლია. რას აპირებ? ეგ მე ვიცი. შენი ნება, მაგრამ ერთი რამე მაინც უნდა გამიგონო. სიდონიას არაფერი არც გააგებინო და არც აქ ცნობინო. თორემ მაგის პირობას კაც. დიაფრიდა. ვინ გაგაჯავრეთ? შენ მე როგორ დიაფრიდა? კარგად იცი. ღმერთმანი არ ვიცი. რა ჯერჯერ გითხარი? არ მახსოვს. მითხარი თუ ბრალი მიმიწყვის, მაშინ ბოდიშს მოვიხდი. ბოდიში არ კმარა. მაშინ რა გნებავთ? სამი თვე ტყუილ უბრალოდ მატარებ. ტყუილ უბრალოდ. ვინ იცის? ვინც ჩქარობს, ის დაგებს. ჩემი გულის მოსაგებას სამი თვე არ გქონდა. შენი თარი აიდე მასხარად. მეუგე 50-ზე გავხდით, საარჩიყოთ ვეღარ ვიცი. რატომ მამაკაცისათვის შესანიშნავია. დააყენე თვალები მათამაშე.
რაფნა ზიაფრიდონ არ მემორჩილება. შენ მრავალი რამ არ გემორჩილება. მაგალითად. აბა დასდე კურდღელი მაგიდაზე. დავდე. ეხლა მითხარი ხელმეორედ რათ მიიდე ხელი მკერდზე. ჩამოიღე. ჩამოიღე. ჩამოიღე მეთქი. ჩამოიღე. ზიაფრიდო რა მემართება? თხელი არ მემორჩილება. ეხლა ვეგეტყვი. ჯერ დავაბათ. აი ეხლა ყური დამიგდე. არ შემიძლია. აი ახლა გისმენთ. ჯუანი რომ ავად იყო შენ გვერდით უწეკი. მისი თავი დილამდე მკლავზე გედო, ხო მართალია? კი, მართალია. აი იქიდან გამოყვა. ამიტომ მან კურდღელი უნდა ქონდეს ჩახუტებული ამ ხელი. კი, მართალია. ხომ გახსოვს შენი შვილის ავადმყოფობა? მახსოვს. წაღვერში ოდნა გაქვს. ჯერ წაღვერში, მერე აქ ქალაქში. აი იმ ოთახში იწვა. გახსოვს თუ არა ის დღე როცა შეწუხებული ბავშვი მკლავზე გესვენა? არ მახსოვს. დღეს რამდენი ამფისა? დღეს? არ ვიცი. კალენდარი რას გეუბნება? ღმერთმანი არ ვიცი. კალენდარი თვალწინ გიგიდია და არ იცი. დღეს 20 ნოემბერია. 3 თვის თავია. ხო, რა გაჩვენებულხა? რაღაცა შეიძლება რომ 20 თვის ცეცხლი გეშინია რადგან შენი შვილი 20 აგვისტოს მოკვდა. ეხლა ერთხელ კიდევ უკანასკნელად გეკითხები. სად არის შენი შვილი? სადღაც აქ, აი ახლა ხანს ხელში გათავე! შვილი მოგიკვდა. ჯუანი ხუნაგმა წაგართვა, გაიხსენე, მოიგონე. დაიცადე სიტყვას უაწყვეტინე. აი აქ იდგა თეთრი კუბო. შიგ შენი შვილი იწვა. მერე გაასვენეთ და დამარხეთ. ჯუანშერი მოკვდა. თქვათ მოკვდა. მერე უნდა შეიგნო ეს. არა ზიაფრიდო. ეგ ამავე ჩემ შეგნებაში არ შედის.
ჩემთვის ძალიან სიტყვებია. თავს მოიტყუებ. ჯოანის სიკვდილი შენი ბრალი. შენ რომ პირნათლად შეგესრულებინა დედის ვარი. შეიძლება შენი შვილი ახლა ცოცხალი ყოფილიყო. შეშინდი გამაგრდი. სიმართლეს მონელება უნდა. პირველად შენვე უმალ შეიგენი შენი ბრალი და ასე მოისაზრე. ან უნდა თავი მოვიკლა, ან კიდევ ჯოანი არ მომკვდარაო. თავის მოკლა ვერ გავედე შენვე მითხარი. ვერ გავედე. აბა ღმერთს რომ ვერ გავედე, სულ დავამკვიდრია. მაგრამ შენ უარეს გზას დაადეგი. შენი თავიც დააჯერე და სხვებსაც აჯერე. შვილი არ მომკვდომია. გარდა ამისა, შენის თანადანაშაული უამრავ დედას ჩაუდენია, მაგრამ არ თავი მოუკლავს ვინმეს. არ შენსავით ახირებულა. შენ გავიწყდება, რომ ორი გზის გარდა არსებობს მესამე გზაც ამ ქვეყნად. პირმშოს სიყვარულის გარდა არსებობს მოვალეობაც. ის წინაშე. მოვალეობა წინაშე ქარისა, მშობლებისა. დანარჩენი შვილებისა სამშობლოსი. მომავალი თაობის. გაიგე? კარგი. გწამს თუ არა ეს მოვალეობა? გრძნობ თუ არა მოვალეობას? გრძნობ. წინაშე ჩემი ჯოანის. ჯოანში. ჩემი ჯოანი. ზამბახები. ყვავილები. თეთრი კურდღელი. ხმა მოიღე. ბრალი იმისია. მე კი ვიტანჯები. აქამდე დამდეს, არ მასვენებს. მძულს მეზიზღება, მაგრამ ვერ ვძლებ იმისო. სახელი მითხარი მისი სიდონი. სახელი? ვერაზია ფრიდა. თქვენ ვერ მიშვებით. რაგი არ მენდობი? მაშინ ჩემი აქ მოსვლაც მეტი ყოფილა. მეწავა. შვიდობით იყო. გამარჯობა ბიძინა. გამარჯობა. გონი ბიძინა ქვიათ არა? ბიძინა ქვია? გიცნო. კარგახანია გიცნოთ, აი გვარი კი დამავიწყდა.
მარგიშვილი. ბიძინა მარგიშვილი, დიახ. ბოტანიკოსი ხართ არა? დიახ, ბოტანიკოსი. ასეთ შემოდგომას ერთად ნახავთ. სხვაგან ზამთარია კი, სუფთაცა აპრილის სიტყვა და გაზაფხულის მზე. დიახ, მზე, გაზაფხული. ქალი ისტერიული ფსიქოზითაა დაავადებული. აი ის კი ვიღაც ახალგაზრდა. აღარ ასვენებს. რა სიტყვით ბიძინა ასეთ ვაჟზე? მე მგონია არა ყოველ შემთხვევაში ვაჟი რაინდია რომ დაიყოს. მეც აგრე მგონია. იმედია ის ვაჟი ამირიებიდან რაინდივით მოიქცა. შვილობით იყავი. გუშინ დილის 3 საათზე არტოს კლუბის მახლობლად ვიღაც უცნობმა 2 ტყვიით მოკლა სტუდენტი ბიძინა მარგიშვილი.
როგორც ჩანს, უცნობსაც უსრია ორჯერ. კვლელი მიიმალა გამოძიებას წარმოებს. წაიკითხე? მოგდა. ხო. მოგდა. ბიძინა მოგდა. სიდონი. ხო. მოგდა. ჯوان შერიც მოგდა. ხო. ჯوان ჩემი ბიჭი. ხო, სიდონი ხო. შენი შვილიც მოგდა. იდე. რატომ არტილი უბედურდედა? ზიაფრით. ჯوان მოგდა. ეხლა დიდი ვალი გაძლევს. ჩემო სიდონი. დიდი. ხო. ბაი. ერთი ვაჟი მაინც კიდე უნდა გააჩინო. არ გინდა? მინდა ერთი ვაჟი მინდა. ელიზბარით ცოდო? ცოდო. ეს კურდღელი. უნდა გადავაგდოთ. ჩემი ბაჭია. არა. ეს კურდღელი არ არის. იმის ნაჩუქარი. დაირთ. გამარჯობა, ელიზბარ. გამარჯობა, ზიაფრით.